მთელი ჩემი სამხედრო კარიერის განმავლობაში სერჟანტობის ზემოთ ვერ წავედი, მაგრამ კაი სერჟანტი ერთი 10 ცუდ გენერალს უდრის. შეიძლება 100 ცუდ გენერალსაც უდრიდეს. ცუდ გენერალს შეუძლია ძალიან ბევრი ხალხი დაღუპოს რა. ცუდ სერჟანტს ოცეული. ყველა ვარიანტში მაგას ვიძახი რა. არიან კიდე ბაჯაღლო სერჟანტები. ჯარში ეგეთი რამე არსებობს. ორი კარიერა რა. ერთი არის ჯარისკაცის, რომელიც შეიძლება გახდეს სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი და ასე შემდეგ. თავარი სერჟანტი ჯარის სახეობას, მაგალითად ავიაციის თავარი სერჟანტი, ან артиლერიის თავარი სერჟანტი. და 100 წელი ჯარში იყო, იმის იქით ვეღარ წახვალ. თუ ოფიცრის კარიერას არჩევ, შეიძლება გახდე ლეიტენანტი, ლეიტენანტიდან დაწყებული გენერალ-ლეიტენანტი, დამთავრებული მარშალი და ასე შემდეგ რა. მოდა იქ თავის მუღამი აქვს ყველაფერს. თუ სერჟანტი ადამიანი, ეგ იმას არნიშნავს, ახან ოფიცერი არის უტვინოა რა. იმას ეს კარიერა არჩეული და რთული გზა არის რა, საერთოდ სერჟანტის გზა არის რთული გზა, იმიტომ რომ 20 წელი რო ხარ ჯარში და ვიღაცა გუშინდელი კადეტი მოვა ლეიტენანტი, შენი უფროსია რა. შეიძლება შენზე მეტი არ იცის, მაგრამ შენი უფროსია და გინდა არ გინდა არ გინდაზე არ არის რა, მოკლედ ეგრეა. მე იმასაც რაღაც გამოცდილება იქნება და შენ საქმე უნდა აკეთო, იმან თავის საქმე უნდა აკეთოს რა. ეგრეა ჯარში გაყოფილი ყველა. აბა ჩემი პირველ მსოფლიოში შემოვიდა, მამა ჩემი მეორე მსოფლიოში შემოვიდა. მერე აფხაზეთის ომი უკვე მეც მომიწია ჩემ ძმასაც. ჩემი ძმა პოლკოვნიკია. მე გამოვედი, მეფის ჯარში იყო აბაჩები. და პოლკოვნიკამდე მივიდა. მამა ჩემმა მეორე მსოფლიო ომი მაიორის იმით დაამთავრა. 53-ში წავიდა და 57-ში დაბრუნდა რა. მანჯურიაში წამოვიდა. და მეც რა ვიცი აი ესე რა, ეს არეულ და არეულობა და რო დაიწყო, ეს ყველაფერი საშხوار ვიჯდებოდია რა. და ჯერ კიდე ქართული ჯარი არ იყო ჩამოყალიბებული, ნახევრად სამხედრო ორგანიზაციები რო იყო. ქართულ შევარდნითა ლეგიონი, აი მაგ ლეგიონში შევიდა. ხო და მერე მიყვა რა, მერე დავანებე თავი, მერე ისევ შევედი, დავანებე, შევედი და ბოლოს ისევ ავიაციაში მივედი, საბჭოთა ჯარში ვიყავი ავიაციაში. აზერბაიჯანში დავამთავრე ავიაცია სკოლა და მოხდი შორეულ აღმოსავლეთში რა, აი მონღოლეთის საზღვარზე. სუთხოცვეტები გვეყენა მეთქი რა, ვისათვის რუსებს ეყენათ. და იქიდან ვიცავდით კახეთს. იმიდან, ჩიტიდან. და მერე იქაც საბაიკალსკი ვაენი ოკრუგი ქართულად როგორ იქნება. ბაიკალის იქით სამხედრო გარნიზონი ოკრუგი რავი როგორ ითარგმნება. მაგის შტაბის თვითმფრინავებზე მოხვდი. გენერალიტეტი რო დაფრინავდა რამე რომ. მერე ჩამოვედი, აქაც ამბები დაიწყო, დამოუკიდებლები გავხდით, ბრძოლა, ქარცეცხლი ამბები და რო ჩაწყნდა ყველაფერი, მეთქი ახლა ხელოვნებას უნდა მიიღო ხელი რაც. რაცე მეხერხება, ხატვა მეხერხება, ცოტა სკულპტურების გაკეთება და მეთქი აი მას მიუყო ხელს და ესე ვიცხოვე. აი ჩემი მეგობარი მოვიდა და მითხრა რომ შენ ხო ავიაციაში იყავ, მეთქი ხო. არ არისო რა საქართველოში ავიატორები საერთოდ მithometes სამხედრო. ქართულებს ეგეთი რამე გვჭირდა რომ ძალიან ჭკვიანები ვიყავით, რადგან ჯარში ყველა ან პურსაჭრი და ან საწყობში იყო, ან კარახს აჭრიდა. მოკლედ ან სამშენებლო ბატალიონებს ეძახდნენ. მონა იყავი 2 წელი. ისინი უმოწყალოდ იპარავდნენ ყველაფერს, ანუ აი ეგ ვიყავით ქართველები. ძალიან იშვიათი იყო რომ მე ტანკისტი ვიყავი ან სნაიპერი. არა, საწყობში. თბილად გილა და მე რავი ვერ გამოვიჩინე მხარ რა, მეც მინდოდა რაღაც ეგეთი შეძვალიყავი, მაგრამ რა ვიცი, არ გამომივიდა და მოხვდი ამ საავიაციო სკოლაში რა, აზერბაიჯანში. 5 ქართველი მოხვდით. ამ 5-დან 4-მა გადაწყვიტა, რომ
აი ამბავს გაყოლოდნენ და იქ სკოლა იყო სწავლობდით როგორია დილით წახვალ თელ დღეს სწავლობ თან ჯარისკაცი ხარ თან განაწესების გეხება თან სწავლაც მე კონსპექტები უნდა წერო და იქ ისეთი რაღაცაა რა მარტო მონდომებაზეც არა რა უნდა გესმოდეს მაგრა და უნდა გინდოდეს რუსული უნდა იცოდე ყველა ვარენჩა ტექნიკური წერა და რა და რუსული ვიცი ქართული ვიცი ხო იმიტომ კი არა ვინმე რუსი რომ ყავს ისეთ გარემოში გავიარდე რომ მრავალნად ხო რა მე ვიღაც რა ხარ მოხდი მეთქი ისინი გაღარეს დი გაგდება იყო ძალიან ადვილი რა უბრალოდ აღარ ისწავლიდი ერთხელ დაგიწენენ 2-ან 3-ჯერ 4-ჯერ დაგჭიდნენ ვერა და მე გაღარეს ეგენი რა სასწავლებლად რაღაც სხვა ნაწილებში გადაიყვანეს მაგრამ დატოვეს უზბეკები და რაღაც ეგეთი შუაზიელები რა მე არ მინდა ხა შეურაცხყოფინოს მიაღწევ მაგრამ რაღაცა ისეთი აულებიდან და უბედურობიდან იყო აი მარილზე რო ჩამოვიდა და წაცეს ხელი და ჯარშიო წამოიყვანეს და აი ვაფშე აზია იყო რა ხდება უხაროდათ რომ თეთრეული ნახეს და საჭმელი ხო ეგეთები დატოვეს ისინი გაღარეს მე ამათ რა ტოტოვებთ კაცო ოდა ოფიცერმა მითხრა იქო ასაფრენი ზოლიაო დასაგველიო თოვლი იდებაო რამე რომეო და შენ გააკეთებო ხო და ნუ ბალასტი დატოვეს მე დავამთავრე რა დავამთავრე მე გამორეწილი საბრძოლო ნაწილში წავედი იქაც მოკლედ ეს მქონდა რა კონსპექტებიც არ გადავყარე მაგელ ნაწვალებს რა და ახევარი წელიწადია კონსპექტი რა მივედი ამ ქართულ ჯარში ამ ჩემი კონსპექტებით რაღაცეები და მეთქი ავიატორი ვარ დიფრავი მესმის ძალიან არაჯეროდათ მაგრამ მეთქი მოდი ვილაპარაკოთ თან გადავხედე კიდევ ზამეხანე თეფნავზე არ ვიყავ ნაყოფი და ეგეთი რაღაცა ველოსიპედივით არის რა ოღონდ არ უნდა გაუთამამდე არ შეიძლება თორე ეგრევე დაიჯები რა თეფნავს არ ტანკი არ არის დაფინეს იმოდენა რაღაცა მოხდეს ყველა მოხდი მარნეულში სამხედრო ნაწილში სულ 25-ზე მოდა იქაც ეგეთი რამე შემთხვა რომ მეკითხებიან რა პროფესია ფლობდი იქ რო იყავი მეთქი ელექტროობა რა სანავიგაციო სისტემა და ელექტროობა შენო შეერაღებაში გაგიშვება მე ვთხარი რატო ის ხო ვიცი არა შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ და იქ გაგიშვებთ იმასაც ისწავლიო ნუ მოკლედ შეერაღებას ეგ არის დამიზნების მოწყობილობები რაკეტები თვითმფრინავები და აი ესენი ბომბები და მოკლედ ქვემეხი როგორ მუშაობს ყველაფერი ელექტროობაზეა რა ცოტა უნდა ის გესმოდეს რა ცოტა კი არა ნუ თხილი უნდა იყოს რა მოდა მე მივყევი მარნეულში მე მარნეულიდან გადმოვედი გენერალურ შტაბში შეერაღების სერჟანტად მოდა ჩემი კარიერა მან დასრულდა ეხლა ვარ ავიაციის სერჟანტი სერჟანტობა ავიაციაში მომწეს თადარიგის ავიაციის სერჟანტი ვარ მაგრამ სპეცნაშიც მომიღია მანამდე ყოფნა სანამ აქ მარნეულში მივიდოდი სპეცდანიშნულების რაზმში ვიყავი 1-4 წელი ხო და აი რავი რა რაც ვარ და მოვდივარ და ამ ვერც ჯარი ამცა და ვერც მიავწი ჯარს და ბოლოს აი ესე ზღრული ასაკით გამომიშვეს ჯარი გამომიშვეს აი ხوار გამოვეკერებოდი სასარა და წამოვედი ეხლა ხო და აი ძნელი იყო რომ წამოვედით რა ვაკეთო ეხლა რა ვიცი რთულია რა ეხლა ყველა სამუშაო არის ჩემთვის საპატიო და კაი თუ ადამიანი არ იპარავს რა რა ვიცი ვერ წარმომედგენე ვიღაც ჯიბეში უნდა ჩაძვეს სადღაც რაღაცები მოიპარო რა ვიცი ან ბიუჯეტზე ხალხის ფული მოიპარო მოგეთ ფურდობა რაღაცები არ მოსწევ და შრომა კიდე რა ვიცი რა ვეცებდი რომ რახან ტანჯული ცხოვრება გავიარეს სერჟანტი ცოტა ადვილი საქმე მეპოვნა რა ანუ რასაც აკეთებ ხო უნდა გიყვარდეს არა იარაღი მიყვარს დავიწყე ამ იარაღის ახლა იმ გაგებით რომ მეთქი ხალხს ზოგს მოკონდა იარაღი და დაშლა არ იცოდა გასროლა არ იცოდა მეთქი რაღაცა მიტყვი რა როგორ იშლება როგორ იწყობა სულ არ მინდო სახის გამოჩენა მე რა ვიცი ჯერ ხელებს მიჩანდა მარტო მე ამ ხელა თოფირო იყო ხელებს როგორ გამოაჩენე მე
მე იღაბი გავიკეთეთ, კი მე არ გამოშვები ვილაპარაკე და მე ეშხი შევედი. მე სხვადასხვა ვიდეოების გადაღება დავიწყე და ეხლა ჩემი პროფესია რა. კიდე ორი სამხედროა ჩემი ძმაკაცები. იმათ უფრო წარმატებული კარი, არა მე წარმატებული კარიერა მქონდა, იმიტომ რომ სერჟანტის გვალობაზე ძალიან მაგარი რა. ძალიან მაგარი ხალხი გავიცანი. ჯარში, ჯარი არის აი ხო შეიძლება ვირთხან რაღაცა აიტანოს რომელიმე ორგანიზაცია. ვირთხან მეძახი აი ცუდი გაგები ტიპები რო არიან, ჯარში ვერა. ჯარში ეგეთი ტიპები ეგრევე მხილდებიან და ან რამე ეგეთი სავირთხეც იკეთებენ, თუ ბევრი არიან და იქ არიან ჩაგროვილი. ხო იცი ყველაფერზე წამსვლელი და გაფუჭებული ხალხი. და არის კიდე 90%-იანი დიდი ხალხის მასა, რომელიც არის წარმოიდგინე ტიპთან ერთად ჭამ, ერთად ცვავ, ერთად გძინა, ცოლზე მაგრა იცის, როგორ ახრინა ავსტრალიელებს აგეთ. ანუ ერთი დიდი ოჯახია რა და ძალიან მაგარ ხალხში ხვდი რა, ძალიან ოფიცრებსაც, სერჟანტებსაც რიგითებდა და ეგრე გავლე ჩემი ჯარის ამბავი. მე ხო შემოდი სოციალურ ქსელის ის გავხდი რაფია. ანუ პროფესია გავიხადე ხო? მე რამე არა რაღაცა ჯაჭვლის კეთება შეურიეთ. თევზაობა შეურიეთ. ნადირობას საერთოდ ეხლა სამხედრო ოპერაციას ავითარე, მან დიდაც ეხლა არ მიყვარს რა რაღაცა ცხოველების მოყლა, იმიტომ რომ ბავშვობაში შვილის ნუკლის ნაბობი მაქვს წაკითხული და სულ ვიძახდი რომ თოფი ვიშორი მეთქი ყველა მონადირეს მოკლა. ბავშვმა ყველამ უნდა წაიკითხოს რა, შვილის ნუკლის ნაბობი რომ მე კი არ ვიძახი რომ მონადირები ბოროტები არიან, მაგრამ ჩემზე ძალიან იმოქმედა რა და მე მონადირე ვერ გავხდებოდი. ვიღაცამ თუ რამე დამიშავა და მტერია, ხო, შეიძლება მოკლა, მაგრამ შველი როგორ უნდა მოკლა. მithumedes უარახშია. აი ეგრეა რა. ადრე როგორ იყო იცი აი. არ იყო ჯარი რა. იყო ძალიან მაგარი ხალხი, ძალიან მაგარი ხალხი. აი რა, თევზ შეჭამდა, მაგრამ ახალი ქვეყანა ვიყავით, ახალი ყველა გულანთებული იყო. ეხლა ეგეთი რაღაცები აღარ არის. კან არ არიან ხალხი, მაგრამ მაშინ მაინც ხვანაერი სიტუაცია იყო რა. არ იყო ეგეთი სიტუაცია, რომ აი მოგვატყუეს. რაღაცა დამაკლეს. აი მაშინ ადრე რა, აფხაზეთის ომის დროს ეგეთი რაღაცები არ იყო. აი ხალხი კეტებით იყო და დახეული ბუშრატებით და რა ვიცი რაღაცა ეხლანდელი ჯარისკაცო ეგეთი რამე ოთხე შეიძლება იმათაც გააკეთო, მაგრამ მაშინ აი გეუბნე უბრინდა წასული ხალხი იყო, არამე სამხედრო არ იყო რა. ზოგი ავტობუსის ძღოლი იყო, ზოგი ხაბაზი იყო, ზოგი რა ვიცი ვინ იყო და ვისაც რა შეიძლება თან ამდენი ხანი. ძალიან მაგარი ხალხი და ძალიან ბევრის დაიღუპა რა. ეხლანდელ ომთან შედარებით ის სხვანაირი რაღაცა. რუსები კიდე თან მაშინ ომბანას გვეთამაშებოდნენ რა, ანუ კავკასიელ ხალხსაც ხოცავდნენ, აფხაზებსაც ხოცავდნენ, ჩეჩნებსაც ხოცავდნენ, ქართველებსაც ხოცავდნენ, ოღონდ ერთმანეთს ხოცავდნენ რა, ანუ იქ რაც უფრო დიდი ხანი იქ რასაც ეხლა აკეთებენ რა, რომ თავი ჩვენ ერთმანეთი ვხოცოთ. იმათაც იარაღს აძლევდნენ, ქართველებსაც იარაღს აძლევდნენ და რომ დაატყობდნენ იქ რაღაცა შესწოს და ჩააწოდებდნენ იარაღს. ხალხი აკლია ხალხსაც, რომ მიდით. ფული ფულსაც. კაკემისრები იყვნენ და ვიცი რა. დიდი შეცდომა იყო ეგოში. ჩვენი როგორ მთელი კავკასიაში მაცხოვრებელი ხალხის მხრიდან ეს ერთმანეთის ხოცვა რა. და სამუდამო მტრობა აქვს გაჩენილი რა. ქართველები მაინც ბრძენი ხალხი ვართ, მაგას ვერ აუყვებით რაღაც ეტაპზე და მერე ვეღარ. რო აი არიქა და მოდი რახან ოსია მოუკლან, მოდი რახან აფხაზია, მე არც არავინ არ იცი რომ ვიღაცას ეგეთი აზრები უტრიალებდეს, რომ მოდი იმიტომ მოუკლავთ რახან აფხაზეთია. ან ოსია. თუ აი კაცია გინდა იქიდან იყოს, კაცო რუმინეთიდან იყოს, მაგას არ აღნიშნულობა. და არც ეგეთი ის არ დარჩა ხალხს რა. შეერარებაში რა შედარება, შეერარებაც უფრო ძლიერია და ხელმძღვანელობაც უფრო მეტი იცის ჯარში.
ოფიცრებს მაშინ სად იყვნენ ოფიცრები? ზოგი რუსის ოფიცერი იყო იქიდან წამოსული და ამანეც იცოდა იმანიც იცოდა რაღაც ხვანერი და ეხლა უფრო დაალაგებულია რა. მაგრამ ყველაფერი შედარებითია ეხლა. ნორვეგიის ჯარსო შევადაროთ ალბათ გულით აღარ ქაჩავს მარტო ეს გულით რო ხარ რა. ტექნიკური საშუალებები გინდა ეს, გინდა ის, გინდა ხელმძღვანელობიდან გინდა კიდე ყურადღების მიცემა. რაც ეხლანდელ ჯარში არ არის. ნუ ყოველ შემთხვევაში მე რო ვიყავი ეგრეა რა, იმიტომ რომ 50 წელი შემისულდა. აი, დაბადების დღეს მეორე დღეს ტელეფონი გამომიწეს, ბანკი გამითიშეს, დაზღვევა გამომიწეს და მითხეს CEO შენ აქ ვეღარ შემოხვალ. შენ აღარ ახარ ჯარისკაცი. რა ვქნა, წადი მითხეს, სადაც გინდა რა. აი როგორია 20 წელი შენი ოჯახია. კი არ გონი ეგრეც იყო რა. აი ეს ოჯახმა გითხრა რომ არ არის კაი, ხო გითხრა. ოჯახინა რომ გაგაგდო. და 20-30 ზოგი 35 წელი და ესე მოგისვრიან და ავია, თუ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეგეთი ცხოვრება აიჭიოს არ არიცი, თავიდან ვიცი რომ ეგრე მოხდება რა. მაგრამ აი რო ხდება, რაღაცა ცუდად მოქმედებს. რაღაც ალბათ ვეფიქრო ან რეაბილიტაციის რაღაც უნდა იყოს, ხო? არ ვიცი. ახალ წელზე ნაძვი დადგან და დაგიძახონ მაინც რა, წელიწადში ერთხელ. ან რაღაცა ვიღაცა იყოს, რომ დარეკოს და კიდე ცოცხალი ხარ, უბრალოდ რომ შეგეკითხო რა. ეგეთი რამე არ არის. დაგიხნიეს რა, დადი. ხო და არ ვიცი რა, თუ ვიღაცას გადაწყვეტილი აქვს, რომ 20 წელი ჯარში იყოს, ბოლოს ეგ მოხდება. მერე ცუდი ისაა, რომ ბრუნდები ამ სამოქალაქო ცხოვრებაში, ხო? არაფერი შენი არ არის რა. უშენოდ იყო ქორწილები, დაბადების დღეები, მისვლა-მოსვლა, უბნელები, იმიტომ რომ სუჯარში ხარ. ეს ყველაფერი გაქვს მარტო ჯარის ხალხთან. იმიტომ რომ სუერთად ხართ. აზარმაში ხართ, იმაზე ხართ, ამაზე ხართ. ამ სამოქალაქო ცხოვრებას ახლა გათიშული. მერე გამოგაგდეს ზიხარ და ფიქრობ რა გავაკეთო. მიходით მაგასთან ამას იქ რაღაცის საამქრო აქვს, იმას იქ რაღაცის საღვაჭრო. ანუ ყველას რაღაცა აქვს რა და შენ არაფერი. შენ რა შერყეული ფსიქიკა, დაზიანებული ჯანმრთელობა და შეიძლება რაღაცა მენტალი დამთავრდა. თუ ისიც მოგწეს და მაგ მხრივ არ არის ჯარი ესეთი რაღაც სახარბიელო რა. ბოლოში ვიძახი. თან იქ არიან შემთხვევითი ტიპები, რომელიც მოვიდა, იყო ერთი კონტრაქტი და წავიდა. ანუ ორი კონტრაქტი გაჩერდა. ხოლო თუ შენია და შენად მიგაჩნია, ეგრე ვერ წახვალ რა, რომ აი 4 წელი გავიდა და რაღაცა. იყვნენ ფულის გულითვისაც ხალხი მოსული, როგორ არ იყო, მაგრამ უმეტესობა მე რაც მოყავს ნანახი, მით უმეტეს ავიაციაში ავიაცია ჯარი არ არის, ხვანე რაღაცა რა, იმიტომ რომ სპეციალისტი ხარ წარმოგიდგენთ თვითმფრინავებს. ეგეთ ტიპს ვერ შეცვლი. აი შემიძლია მე ავტომატურად გასწავლო ბოლო-ბოლო წეში გაგიყვონ ერთი თუ გარბეინებ რაღაცას გასწავლო. რომ უცებ არ მოკლან. ხო და იმ ავიატორს შენ როგორ 5 წელი მაინც გინდა მინიმუმ. რომ ენდორო ტიპს მარტო დაავალო თქვა თვითმფრინავზე რაღაცა გააკეთოს მარტო. ისიც უნდა აკონტროლო. ხო და ერთი 15 წელი უნდა რომ ისეთ სპეციალისტი გახდეს, მივიდეს და თვითონ იჩერდა. ეხლა ეგეთ ტიპს რომ მარნეულში წყალი არ იყო დასალევი. თბილისიდან დაქონდოთ ბოთლით. როგორია, შენობა არ იყო. არა, მინდორში ხარ, აი. პილოტო ჩავედი. გადმოვიდი რა, და მეთქი ახლა საწავი და აი აქ მოხოდი უკვე რა, როგორ მინდორზე, როგორ. მიწეწვემა, აი ფრთის ქვეშ დადექი. ქარია, თიფრას მოეპარე. მზია, ფრთა შეეპარე და ყველას ხო გვეგონა, მეც ეგრე მეგონა რომ რაღაცა ელიტარული ნაწილი ავიაცია რა. რავი, არ დაგხვდა ეგრე რა. ცოტა ისე ექცევიან მაგამოს. მაგრამ ძალიან მაგარი ხალხი, ძალიან მაგარი რა. აი თავის ზურგით რომ მიათრევდნენ ამ ყველაფერს, არავინ არ აწუწუნებდა, არც მე რა წუწუნებ, უბრალოდ ეგრე იყო. გონი წყალი ეხლაც არ არის რა. გეშტაბში რომ გადმოვედი, მათარი წყალი დამქონდა პლეხანოზე. მეც მინახა და ეს რა გინდა უნდა. წყალია როგორაც მინდა. მე ოღონდ მეთქი რომ გაითიშოს, ანუ ისე მივეჩვიე 5 წელი რომ
ჯიბეში წყალი უნდა მქონდეს. შეიძლება გული წასულდა და უბრალოდ პირში მაინც ჩაასხა, არ იყო 40 გრადუს სიცხეში, როგორია. და ხელის დასაბანი და საბანაო ხო? ესე დღეში ვიყავით რა. მაგრამ გვიყვარდა ჩემი საქმე ყველანაირი გართულების გარეშე. მაგრამ მე წავიდნენ ხალხი ახლები მოდიან ალბათ, მე კაი ხანია დამოსული, მაგრამ ბიჭებთან მაქვს ურთიერთობა რა. დიდად იქ არაფერია შეცვლა, რომ თქვა რომ რამე რადიკალურად შეიცვალა. ავიაციაც არ არის რა საქმე, მე რომ მკითხო. ძალიან მიყვარს, მაგრამ თუ ომზე მიდგა საქმე, დრონები ჯობია რომ ყვავდეს. დრონის მძღოლები, პილოტები, მძღოლი ისინი, დრონის და არ დრო დაგიბომბავდნენ და დამთავრდა და მე ტყიდან ავაფრენ რა. აი გადავა. უფრო დიდ ზიანს მივაყენებ, ვიდრე ამ ხელად ვიფრინავი, გადმოფრინდა რადარზე ჩასახენა რაკეტა ხლიძეს, მერისონ დაჯდეს, იმას მომსახურეობა უნდა ძალიან რთული მექანიზმია რა. მე მგონია რომ მოკვდა ეგ ამბავი რა. ეგეთ ვიფრინავი კი აი როცა მასშტაბური ომია და არმიები უტევენ და იქ რაღაცა 500 ვიფრინავი ერთად მიდის და რაღაცას ბომბავს და ეგ კიდე სხვა რაღაცა. ჩვენი პირობებისთვის ტანკები შემოვიდა ხეობაში. 10 დრონი აფრინდა 5 ტანკს მაინც ააფეთქეს, თუ 3 ტანკს ააფეთქებს მაინც. თქვათ იქაც ვერ გაარტყა რაღაცა და ამთავრდა რა. იმ თვითმფრინავმა რა უნდა გააკეთოს? იმ თვითმფრინავს უნდა 5 თუ 6 მომსახურე ისაყავს, სამსახური. ძალკე პილოტის მომზადება 5 მილიონი დოლარი ჭირდება. პილოტი რომ მომზადო. ხო და ამას არაფერი მომზადება არ უნდა რა, ფრენა ასწავლე დრონზე. უნდა ჩათვალე რომ ტანკს აგიფეთქებს ისა რა. პირად შემადგენლობასაც გაანადგურეს მტრისას, დაზვერვასაც უფრო მაგრად ჩატარეს ვიდრე ამ ხელა რაღაცა. ამიტომ ჯობია რომ ჩვენთან ეგ ჯობია კი არა, თუ არ არის დანერგილი, არის ძალიან დაგვიანებული რა. მაგის დანერგვა. ჩვენ უნდა დაგვენერგა 15 წლით ადრე. ყვავდა მაშინაც. ეხლა მე არ ვიცი რამდენი და რა დონეზეა, მაგრამ უნდა ყვავდეს 1000 აი ბრიგადა რო იყოს, რომელიც მარტო დრონებზე იქნება. ომის შემთხვევაში. დასავლეთ საქართველოში გადანაწილდნენ, თქვა, აღმოსავლეთ საქართველოში მტერი საიდან შემოა და აფრინდნენ ნების კორპუსებიდან შეგილი აფრინდნენ. დრონი ვინც იცის აბსოლუტურად არაფერს იმას არ მოითხოვს რა. ტექნიკურ მომსახურეობას, არც დიდ რაღაც სასწაულ ცოდნას, არ საინჟინრო ცოდნას. FPV დრონები რო აი მაგის მართვა უნდა იცოდე, რასაც, თუ ადამიანი ცოტა ინტელექტის გაჭირვება არ აქვს, ცებ ისწავლის რა, ნახევარი წელი, ბოლო-ბოლო. კაი, დრონის პილოტი გამოიყვანო. გაუშვებ იმ დრონს, ავაფეთქებ ტანკს, ეკიდან სულ გავიპარებით, თან მარტო კაცი, მდიეხ რა იმ ხელა ტყეში. სულ ყველას ხო ვერ ადება. აი მაგას ვიძახი რა, რომ ავიაცია ჩვენთვის, ესეთი რელიეფისთვის და ესეთი ხასიათის ომების რაც ჩვენ გქონდა, აფხაზეთში რეგენი ყოფილიყო, რას ამბობ, რამდენი სიცხე გადარჩებოდა. კიდეც 2008-ში. იქაც ბევრი ის გადარჩებოდა რა. სულ არ არის საჭირო, რომ აი და თოფები და მემჩევადი. გაუში დრონების ყველაფერს აგიფეთქებ. დაგიზვერავენ, გეტყვიან სად და ზიან. უკრაინის ომმა ჩვენ ჯერ სასონხეთ აზერბაიჯანის ომმა, სასონხეს აგი ცუდი ჯარი კი არ აღავდა. მაგრამ დრონებმა დედაუტირეს რა. ეხლა უკრაინის ომში სულ ეგენი ომები ფაქტიურად. დაჭილებს და დახოცილებს 80% არის დრონების გაკეთებული. დანარჩენის არტილერია და რაღაცა, ხო, მაგრამ აი დრონები უფრო ხალხს ახოცავენ და ჭრიან რა. ამიტომ რავი, თუ ღვთისნება იქნა, ადამიანი იმენები ნაკლებად ამაქვს. ვიღაცას გაუნათოს გონება, დრონები გვინდა რა. რავი, აი ეგრეა. ჯარი ყველა ვარიანტში შეცვლის ადამიანს. სხვანაირს გახდეს. მე არ მინახია ყოფილი ჯარისკაცი ბინძური, უპასუხისმგებლო, რა ვიცი, არაპუნქტუალური. რაცო დიდი ხანია ჯარში ხარ, ზოგი ძაღი ჯარი აგიჯებს, მაგრამ აგიჯებს, კან არ აგიჯებს, მაგრამ აგიჯებს სწორი მიმართულებით რა. რომ შეიძლება კაცი იყოს სწორხაზოვანი და ოღონდ სულ რა მიმართულებასაც აერჩევს, იმუშავებს აი ზუსტად კარგად
დაუზარელად ჯარი მაგას გიმუშავებს რა. თუ ვერ გააკეთე ეგ, ვერ გაჩერდები ჯარში რა, თვითონ ეს ორგანიზმი გამოგაგდებს გარეთ. ეხლა მე ვიღაცამ რომ მიიყვანა და სადაც კაბინეტში თქვათ გახსოვებული ზის და რამე ეგეთებიც არიან ასაგურელია. მე ვიძახი ჯარს აი გაგებით ჯარისკაც. რასაც ქვია წავიდა რიგითი იყო და მე იქიდან გახდა გენერალი თუ მარშალი თუ ვინც გახდა. ან ისევ სერჟანტად დარჩა რიგითად. ცulis რა მე ცუდი ხალხი არ მინახია რომ ანუ ჯარსო გაეფუჭებინოს ადამიანი და აი რასაც ქვია გოთერნობა ისწავლა ეს ისწავლა ვერა ეგეთ რამეს ვერ ისწავლი რა აუ ჯარია ყველასის პატივსაცემ ინჯარისკაცები იყვნენ არიან და იქნებიან სამშობლოს დაცვა ადამიანის კაცის არის ყველაზე მაგარი საქმე ერთადერთი ცუდი ისაა რომ დოვლაც არ აქმნი რა ეს ზოგი ფიქრობს რომ აი რაზე ცდებით აი დააურიგე ახლა მათა თოხები და წავიდა თოხონა 5000 კაცია და ინახავს სახელმწიფო ტყუილ უბრალოდ რა მან ეგეთი ვარიანტია რა სახელმწიფო არ შეინახავს თავი ჯარს შეინახავს ხვი ჯარს ყველა ვარიანტი შეინახავს ოღონდ მე ტრიჯარ შეინახავ ამიტომ ისე ტიპებს ვინც მდუღარეცა შარდამენ რო არ იქა ჯარს ტყუილა ფულს ვაჭმევთ ჯობი ესე ჩვენ ჯორს ვაჭამონ თანაც აჭმევ რავი ხელფასებიც ისეთი გახდა რომ ხალხი აღარ მიდის ჯარში რა და ვინც არ ეკიდე ისიც რავი კაი ყვერები სერჟანტები წავიდნენ ჯარებიდან და მაგარი ოფიცერი იმიტომ რომ საზღვრების რო გაიხსნა რაღაცა რთულია რა ეხლა ბავშვს უთხრა რომ მე იცი რა ხნი სამშობლოსაც გულანთებული ვარ და შენ მე კამფეთს ვერ გიყიდი იმიტომ რომ გულანთებული ვარ ეგეც რა ვიცი მინდი ზოგი პოლონეთში ტაქსავ ზოგი ნიუ-იორკში და ნახევარ ნიუ-იორკი მგონი ქართველი ოფიცრები არიან ტაქსის შოფერები ცხოლები რა უნდა გაუფრთხილდეთ ამ ხალხს რა და мотивация უნდა მივცეთ მეტი ანუ შენ მე ესე ცხოვრება უნდა შემიქნე რომ ჯარისკაცი ვარო ომის შემთხვევაში მე რამე მქონდეს დასაცავი თუ მე მარტო იპოთეკა მაქვს და მეტი არაფერი ხო ამ ტერი მოდის და არის საშუალება ეს ბანკი გაანადგუროს ან ეს სისტემა მოსპოს ხო და მე კიდე 30000 დოლარი მაქვს ვალი რომელიც დავიხადო 27 წელი და ხალხზე დაპორდებიჯდე მან შეიძლება დავფიქრდე რომ ის ხო არა ჯობია რომ მოვიდნენ და მიანგრიო ყველაფერი როცა დასაკარგი არაფერი არა გაქვს ამიტომ ვიძახი რომ ჯარისკაცის მაგ ამბავში უნდა მოვლა უმაგისოთა ზიომებს ხარ განარევ მაგრამ სუვირის არაჯდება ეგეთი რაც გაკეთება რომ აემოდენა ხალხი აი ესე ყურადღების ქვეშ იყოს რა თვითონ მოსახლეობის მხრიდან ჯობია ყავდეს არ გამოიყენო და დაგჭირდება იმან უნდა წავიდეს და პირველი შეაყდეს მტერს და აი სიცოცხლეზე ძვირი არის რამე არაფერი არ არის არც მანქანა არც არაფერი სიცოცხლეზე ძვირი არის მარტო ბავშვის სიცოცხლე არა დაბიჭო აი ბავშვის გამო წახვალ აუცილებლად ომი სამშობლო რა არის სამშობლო ხალხი მამიცა არაფერი არ მიწა ყველგან მიწა უშუალოდ მიწაზე რო აიღო და რაღაც ყველგან არის ბუნება და ყველგან თავ ხალხია ხალხი ხალხს უნდა გაფრთხილება მოვლა უნდა სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება უნდა რა ვიცი ხალხის მხრიდანაც ყურადღება უნდა და ერთმანეთს სიყვარულით რაღაცამდე მივალთ რა ო ჩვენ ხო ისა ვართ რა ქვია ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა შვეიცარია ვისი წილხვედრი ეგ ვერ გავიგი ან ბელგია ან ნორვეგია არის იმდენი წმინდანი რაღაც ჩვენ შეხვდა ისეთი თუ რა ვიცი არ ვიცი რელიგიაში არ მინდა გადავარდი მაგრამ რა ვინც არის ხართ რელიგიაში გარკვეული თუ იცით მითხარით ნორვეგია ვისი წილხვედრი ქვეყანა ვის შეხვდა ეგეც რომ აი მაგრა ცხოვრობენ რა მაგრა ცხოვრება იმას გულისხმობ რომ მოუნდა მანქანა იყიდა მოუნდა თქვათ ტაილანდში დასვენება დაისვენა იმათ ჩოულებრივი რაღაცაა რა ჩვენთვის არა ჩვენ ისე წილხვედრში ვართ რომ აუ ჩვენ კასპში ვერ წავსულვარ მაგის ესე ოთირე ხანდა პული არა და ქუთაისში ვერ ჩავსულვარ
ამას 80% მოსახლეობის ეგ დღეშია. ხო და რამეა, ეხლა გაუმართლოს ღვთისმშობელსაც და ეს წილხვედრიც რაღაცა გონებაზე მოვიდეთ და ერთმანეთს გვერდზე დაუდგეთ. აუცილებლად. ძალიან შავდღეში ვარ. ეხლანდელი გადმოსახედიდან მთავრობიან, ხალხიან, ერიან, ბერიანად რა. მაგრამ დიდი იმპერიის ნანგრევების ქვეშა ვართ. ის იმპერია ჯერ დაანგრეულა რაღაცას, იბთვის და გამოძრებით. ამაზე 2 დღეში უყოფილოდ გამოსვლა. თავარი სულით არ დავეცეთ, ქვეყნად არ გავიქცეთ. სიცხლისგან არ დავიცალოთ, ეგ ძალიან ცუდია. ხალხი გარბის საზღვარგარეთ მიდიან. აბა რა ვქნა? ვერც გაამტყუნა. მერე კიდე ის მომენტს კარგავენ უკან დაბრუნება როცა უკვე შეგიძლია ძალიან რთულია რა. $1000 რო იღებ მინიმალ თქვათ. და მოდიხარ და ვიღაცა გეუბნება რომ მაგის 10 ძლიერს მძიმე სამუშაოში მოგცემ $200. როგორ დაბრუნდება ის კაცი, ხო? ვერ დაბრუნდება. და მე კიდე რა შემიძლია YouTube-ით ვაკეთებ pravda. YouTube-ში არის ორი მდგომარეობა რა. მე მარტო ქართულზე არ ვიხი, საერთოდ YouTube-ზე ვიყავ. ფენომენალური მოვლენა, ესეთ რამე კაცობრიობას არ აქონია, როცა ხარ ერთი ტიპი, რომელიც შეიძლება გახვიდე 100,000 ტიპზე. და არც სტუდია გჭირდება, არც არავინ არ გჭირდება, მარტო ერთი და ტექნოლოგიების საშუალებას გაძლევ, რომ ამდენ ხალხთან გამოჩნდე. ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია. არის ხალხი გიყურებს, რასაც შენ აკეთებ, და არის ხალხი გიყურებს შენ. ანუ შენ რაც გინდა გააკეთე, კახი კავსაზე ცოცხალი იყოს ახლა. სულ ტაბურეტი გაეკეთებინა და დამენახა კახი და უყურები რა, გინდა რაც გინდა კედელი შენ. არ ახმიცურო, იმიტომ რომ კაცი ჩემში იწევდა დადებით ემოციებს და მინდოდა უყურე. და არის კიდე რამე კონკრეტული საქმიანობა, რასაც ვინ აკეთებს საერთოდ მაინტერესებს, მაინტერესებს აი ის ვნახო. არის კიდე სულელური კონტენტები, რასაც ძალიან დიდი აყურებელი ყავს. რაღაცებსაც დებენ და მანქანას ატარებენ, ან პრესით რაღაცას ტეხავენ. ფსიქიკის ამბავია, ვის რა ევასება. ჩვენ გვინდა რომ აღავაკეთოთ, იცი? უბრალოდ კი არ გვინდა უკვე ვაკეთებთ. რომ იყოს მრავალმხრივი, ბევრის მომცველი რა. თან სულ არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ბევრი ხალხი გიყურებს, თუ ცოტა ხალხი გიყურებს. ვისაც უყვარს, იმას უყუროს, ვისაც ეს არ მოწონს, იმას უყუროს. ანუ ბევრი გამომწერები ყავს. საქართველოს მასშტაბით, ხო 112,000 ცოტა არ არის. ანუ იმენა აი როგორ თქვა რა, ჩვენი ახლობლად მიგვაჩნია ქუჩაში ხვდებით თუ სადა ხვდებით, აი ჩვენი ოჯახი ვით არის. და მინდა თქვა რომ 35,000-ია ქართული ჯარის რაოდენობა. ანუ სამჯერ მეტნი ვართ ქართულ ჯარზე. მე ძახი რაოდენობრივად, ხო და ასოციებლობაც არის ასაკურველი. ბილსიტყვაობა, რამე ცუდისკენ მოწოდება, რაღაცა უზნეობების გაკეთება, გაწვება რა ზულზე, ეგ არ უნდა გააკეთო. თუ ახლა შენი მიზანი არა რომ მერე კიდე მან რა ხდება, იცი, არის რომ მისული ხარ რაღაცები იშოვნო, ბული. კონიანად იცხოვრდა, არის კიდე რომ იდეები გაწუხებს რა. ხა ჩემ ასაკში აი ბატონ დავითსა კონდეს, საჭი მე აფერი არ მინდა. ბატონო და სულთან იცოს. არ მანქანა მყავს, არ ბინები არა მაგდა, ჯერს არაფერი. ფეხი დავდიო რაგე. მეტროში ხვდებია ხოლმე ხალხი ავტობუსებში, ქუჩაში. თან მაგარი. და გვინდა რომ ეს უბრალოდ კიდე გავაფართოვოთ რა, რავი, ხელოვნებთან მივიდე, აი ამ ჭედლებთან მივედი, ავიატორებთან მივედი. ძალიან ბევრი საინტერესო ხალხი გავიცანი. შეუვარდნის მწვრთნელი გავიცანი, ფუტკრების მწყემსი გავიცანი. ოღონდ აი რომ მისდევენ ამ საქმეს რა და ვაგრები რო არიან, და მეც მიყვარს რა ეგეთი რამე. მე გვაქვს რომ მრავალფეროვანი გახოთ უფრო, შემეცნებითი იყოს. ერთი კამერა გვაქვს GoPro, იმით ვიღებთ. ხო და? აი ხალხი ყოველთვის ყავდა რა გვერდით.
განსაკუთრებით USET ჯორჯია ეგეთი კომპანია არის. აი საქართველოში ყველა მის რაღაცა ვიღაცას მაინც გამოუწერი Amazon-დან ერთხელ მაინც. ძალიან გვერდზე გვიდგა აღჭურვილობით, რაღაცეებით, მოგეთ ძალიან. ხონა? ეგეთები ხან გამოჩნდებიან, ხან გაქრებიან, მაგრამ რაღაც აი როგორ всё ფიქრობთ დამთავრდა. ეხლა უკვე ვეღარაფერს ვეღარ გადაევა და ვიღაცა გამოჩნდა იქ 500 ლარი მოგცა, 1000 ლარი მოგცა, გავაგზავნეთ და ესე ნელა საინტერესოც არის უფრო. ცალკე არხზე იარაღის, არის მარტო იარაღი, სისტემები იარაღის, ადამიანი ზოგადად აზე მოვიდეს და რასაკროლია უსაფრთხოება იცოდეს. იარაღთან მოყრობის მთავარი ეგ არის. ნუ გეცოდება სახელი, ნუ გეცოდება სისტემა, ნუ გეცოდება ნულაფერი, უნდა იცოდე მთავარი იარაღთან არის იარაღის მოყრობის წესები. და სულ ერთი წესი აქვს რა. სულ თელ იარაღის მოყრობის წესი არის ერთადერთი ოქროს წესი. მოეპყარი იარაღს ის როგორ დატენს. ყველა შემთხვევაში. რო იცი რომ პლასმასისა, რო იცი რომ ხისა, რო იცი ტყვია არადევს, რო იცი რომ ფუჭი ვაზნადევს, რო იცი რომ აბსოლუტურად ჭიდი ამოგებული აქვს. მოიქეცი იარაღს ისე როგორ დატენს. დამთავრდა. ეგ ნიშნავს რომ არაფერი არ მოგივა, თავს არ დაიძიებ და არავის არ დააზიანებ. თავარი ეგ არის. მე უკვე იქ როგორ დაუმიზნო როგორი სისტემა, რომელი სისტემა ჯობია და რაღაცა წვრილ რაღაცეები. ეგ რო არც იცოდე, ეხლა რაღაც სისტემის იარაღს მოვცემ, არც გასწავლი რა უნდა ხნა, რომ კინოში გინახი, აიღებ და გამოწევ და სადღაც იქით მიუშვე, სადაც გინდა რომ გაისროლო. არ უნდა მას დიდი ფილოსოფია რა, შეიძლება რაღაც უცებ ვერ გადატერო, დაათვალიერე, მიხვდები და რაღაცა გადასატენი ექნება, ღილაკია რაღაცა და მაინც გაისროლო. მაგრამ აი თუ არ იცი ხო როგორ უსაფრთხოების წესები არ ვიცი აი 1700 ვიდეო გვიდეს იარაღზე 4 წელია ვიღებთ ერთი კაცის სიცოცხლე გადაარჩინოს მაგრამ ერთი კაცის აი ჩემი 4 წლის სიცოცხლე რაში დავხარჯე დრო ღირდა რა ვიტყვი რომ ღირდა რომ აი მან თავი არ მოიკლა ან ვიღაცა არ მოგლა ადამიანის სიცოცხლეზე მეტი რა აი ძვირფასი არაფერი არის ფასეული უბრალოდ ბევრი ადამიანი და ყველაზე გონեմ აი ბევრი ადამიანი მოდი რა ეს მოკვდეს ანის ავანტყოფები არიან ვინც ეგრე ფიქრობენ ყველა ადამიანი არის სამყარო ცალკე აღებული სამყაროა ერთი ადამიანი სიკვდილიშავს იმ სამყაროს განადგურებას თან რამხელა სამყაროში ცხოვრობ კოსმოსზე მახლაპარაკი და ყველა ძალიან ფასოვანია და ის არის რა ქვია. არა რასაც მნიშვნელობა არც ქეს, არც სიმაღლეს, არც სიკაჭეს, არც ღირს ტვინი თუ უდევს თავში და ინტელექტის ნასახი აქვს თვალებში. არის უნიკალური. მაგრამ მით უმეტეს თუ ქართულს გადაარჩეხო. ხო, აი იმიტომ რომ ზოგმა მითხრა მოდი ინგლისურად ილაპარაკე, ზოგმა რუსულად მილიონი გამომწერი გეყოლ. არ ვინ რაღაცო, იმა თვითონ მიხედავ თავან თავს. მოდი ჩვენსაც მივხედოთ რა. არც ნერვი მოგვიშლება და რამაზად ესე მივყვებით რა. ეგი თუ უყურებ იარაღის განხილვას და სადაც იარაღია, კულინარობის არ მოგახსენოთ ეხლა არ ვიცი. იარაღს 1000 ერთხელ იყინება. კულინარი ისეთი რაღაცა რომ ყოველ დღე ჭამდა, თან დღეში სამჯერ და რაღაც უფრო ახლოა შენთვის ჩანგალი ვიდრე პისტოლეტი. მაგრამ საჭმელი გაკეთება შეიძლება ის რაღაც ისე პრიმიტიულად რა. მე ახლა არც კულინარი ვარ, ყველაზე დილეტანტი ისაუბრა რა ქვია, კულინარი და საერთოდ. ან გემრიელი რაღაცები მიყვარს და ხელიც რაღაცა მაქვს ისეთი. პრეტენზია მაქვს რომ რაღაცა იმაში ვიყოთ სამნი, რაღაცა კარს გავაკეთებ. დანარჩენი რავი რა, როგაჩვენებს. აი ბატონ დავითის იზრდება მერე და გადავაბარებ ჩემს საქმეს ბატონ დავითს. მე თუ 50 წლისამ დავიწყე ეს საქმე. ამან დაიწყო 9 წლისამ. არა, რამდენი წლისა იყავი? 6-ის. 6-ის. 7 წლისა იყავ რო გამოჩით, 1 წელი ისე დაყვები. ეს არის ყველაზე ახალგაზრდა იუთუბერი და მე ვარ ყველაზე ხნიერი იუთუბერი, რავი. ჩემზე ხნიერი თუ კიდევ ვინმე არის, რომელიც თვითონ ამონტაჟებს. როგორ ამონტაჟობ ერთმა მითხრა, მეოთხე თვითონავი ვისწავლე. რაღაცა რაღაცი დამონტაჟება და კამერის მართვა რა გახდა მეთქი. ონა რა ვიცი, ფრენაზე ადვილი
არა, ისე კი გამიჭირდა თავიდან, მაგრამ თავი არ მოეშვა რა. და ყველაფერი შენ თვითონ გააკეთო. ვიღაცებზე არ იყო დამოკიდებული, ნაპარიკმა მეწყვილე ვერ გამიმართლა და მე არა. შენ თვითონ უნდა გააკეთო ყველაფერი. წვერი არ უნდა ჩამოუშვა, გიყვარდით რასაც აკეთებ, განდიდების გამო და ფულის გამო თუ ვიღაცამ ეგეთ საქმის კეთება გადაწყვიტეთ, გარანტირებულად არაფერი არ გამოგივოთ. დროს დაკარგავთ, ფულს დაკარგავთ, ნერვებს დაკარგავთ და მერე შეგიძაგებენ. ანუ გამხელენ, ხალხი საერთოდ ბრძენია, რა თვალებში გატყობენ, რომ ანუ გამოვიდნენ და იცით რა არის. ოღონდ არავინ არ არის. არა შეიძლება ორი კაცი მოაწყო რაღაცები, მაგრამ მასაც და დიდხანს ვერაფერს ვერ უზო. მაინც გამხელენ. ამიტომ ჯობია რომ ის იყოთ რაცა ხართ რა და იუმორისტობა უნდა დაკარგო არასოდეს. სანამ ჩამოვარდებ თიდა სანამ დაბლა დაეცები შეგიძლია გაიღიმო სალფო ჯეხო არ დაცემოხარა რა. ეგ ძალიან მაგრა ეხმარება ხალხს იუმორისტობა არის. გადაარჩენს ეგ ყველაფერი სამყაროს დამიჯერეთ რა.